არსებობს ერთი ამბავი, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში ითქვა ჩუმად კინოსტუდიის დერეფნებში, გასახდელებში, თბილისის ძველი ქუჩების კაფეებში ჩაიკბინეს და ჩაჩუმდნენ, რადგან ეშინოდათ. ლია ელიავას მეგობარი, ხანდაზმული ქალი, რომელიც ოდესღაც მსახიობის ყველაზე ახლოს იდგა, ამბობდა, რომ ლიას ყოველთვის ჰქონდა ჩვეულება, გადასაღებ მოედანზე გამოჩენამდე ის ყოველთვის ეხებოდა პატარა ბრინჯაოს სამაჯურს, რომელიც მარცხენა მაჯაზე ეკეთა და ჩუმად, ნახევრად ბაგეებით ამბობდა რაღაცას. ეს სამაჯური არ ყოფილა სამკაული, ეს ყოფილა ნიშანი, შეხსენება, დაფარული პირობა საკუთარ თავთან. ოდნავ მოთეთრო ლითონი ბზინავდა ნათელი სპოტების შუქში, მაგრამ ამ სამაჯურის ამბავი ეგვიპტეში ჩაეტანებინა, ვინ მისცა, რატომ და რა ჰქონდა საერთო ამ მოპოვებულ ტალიზმანს ოთარ კობერიძესთან. რატომ, როდესაც 10 წლეულების შემდეგ ოჯახმა გამართა ლიას ნივთების განლაგება, ამ სამაჯურს ვეღარ მიაკვლიეს. და რატომ ვერც ერთი ახლობელი ვერ პასუხობდა კითხვაზე, ვინ იყო ნამდვილად ოთარი ლიასთვის, სანამ ყველა გაიგებდა. თბილისი 1956 წლის გაზაფხულზე ბაში აჩუკის გადასაღები მოედანი, ივლიანე მუხის ჩრდილი, სწორედ ამ დეტალებს ახსენებდნენ ისინი, ვინც ახლოს იდგა ამ ორ ადამიანთან, ყოველ ჯერზე, როდესაც ცდილობდნენ ახსნა, თუ სად, ზუსტად სად, დაიწყო ყველაფერი. ლია ელიავა იმ დროს უკვე სახელმოხვეჭილი მსახიობი იყო, მისი სახე უკვე კარგად ცნობდა ეკრანზე, მისი ღიმილი უკვე ცნობდა ათასობით ადამიანმა, მაგრამ ის, რაც ახლა ეღვიძებოდა, სულ სხვა ამბავი იყო. ოთარ კობერიძე, მაღალი, გამომწვევი, ბობოქარი ენერგიის მატარებელი მამაკაცი, პირველ გეპყრობდა მზერით, მერე სიტყვებით და ბოლოს ისე რომ გამოსვლა სიმარტივეში ვეღარ ხდებოდა. ოთარი მსახიობი იყო, გამდნარი სახის ნაკვთებით, ხმით, რომელიც სცენაზე ივსებოდა სივრცეში და ნიჭით, რომელიც ეჭვს არ იწვევდა. მაგრამ ახლობლები, ისინი, ვინც ვარვარების მიღმა ხედავდნენ ნამდვილ ოთარს, ამბობდნენ სულ სხვა რამეს, ეს კაცი ქარიშხალი იყო. ოთარი შეიძლება ყოფილიყო ამომავალი მზე ერთ წუთს ოქროსფერი, თბილი, შემომხვევი და მეორე წუთს გამოქვაბული, დახშული, მიუდგომელი. ლიამ ეს ორი სახე ერთდროულად ნახა სადღაც მოედნის კიდეში, მინდვრის ყვავილების სუნში და ვერ გაიქცა. ვერ, ან არ უნდა გაქცევა. იყო ერთი ქალი, გამდელი, ლიასთან ახლოს მომუშავე, სახელად ამბობენ, ნინო, რომელმაც იმ გაზაფხულს სრული სიცხადით დაინახა ეს ყველაფერი. ათობით წლის შემდეგ ხანდაზმული, თვალებში ჯერ კიდევ ის სიმახულე შენახული, ის ამბობდა, პირველ კვირაში ხვდებოდი, რომ ლია ცოტა სხვა გახდა. ის სახე, ის ტუჩები, ის ექნებოდა ხოლმე მსუბუქ ღიმილს, მაშინ, როდესაც არავინ ლაპარაკობდა მასზე სასიამოვნო სიტყვებს. ოთარის სცენის მიღმა ელოდა. ყოველ დღე. მე ვხედავდი, მაგრამ ვდუმდი, გადაჭდა ეს ყველაფერი ისე, რომ ჩარევა ვერ გამოვა. ეს ჩუმი ნინო დადის ჩვენი ამბავის ერთ-ერთ ფრთეში, სადაც ყველა ბევრს ხედავდა, მცირეს ამბობდა და ახლა ყველაფერს. მაგრამ ვიღებთ წინ ვიდრე გვესმის სად, ზუსტად სად, დაიბადა ის ძაბვა, რომელიც ლიას 10 წლის განმავლობაში ამოძრავებდა ჩრდილებში, შეხვედრაში, ფარულ ლოდინში. და ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, ვინ იყო ადამიანი, რომელმაც ეს ყველაფერი გამოიწვია და ამ ქარიშხლის ბირთვი, ნამდვილად სიყვარული იყო, თუ გაცილებით მეტი. ახლა კი ის, რაც მაშინ არავინ ხმამაღლა თქვა. 1955 წელს, ბაში აჩუკის გადაღებებამდე 1 წლით ადრე, კინოსტუდია ქართული ფილმის კულუარებში, ჩუმსაუბრებში, ყველაზე გავლენიანი ადამიანებიდან ზოგი ამბობდა, რომ ლია ელიავა სახიფათო ტერიტორიაზე გადადგამდა ნაბიჯს, თუ ოთართან ახლოვდება. ეს გაფრთხილება, ამბობდნენ, ჰქონდა სრულიად პრაქტიკული საფუძველი, არა სულიერი, არამედ სისტემური. სტუდიის მმართველ რგოლში, სადაც ტყვის სიმძიმის ოფიციოზი ერეოდა კინოს ენაში, არსებობდა გაუწერელი, მაგრამ ყველასთვის ცნობილი წესი, მსახიობი, რომელიც ქმნიდა სოციალურ კომპლიკაციებს პირადი ცხოვრებით, ხდებოდა პრობლემური. განქორწინება, ახალი კავშირები, ხანდაზმული ოჯახებისგან გამოყოფა, ამ ყველაფერს ვინმე, სადღაც ზემოდან ფასდებოდა. არა ოჯახური ღირებულებებიდან გამომდინარე, ამაზე არ ანდომებდნენ ენერგიას, არამედ სოციალური სტაბილურობის პოლიტიკიდან. ქართული კინო ამ პერიოდში ისე ჩიქას სვამდა ბელადის ჯანმრთელობაში, ისე ასახავდა სოციალისტური ოჯახის იდეალს ეკრანზე, რომ სკანდალი ეკრანს მიღმა, ნამდვილი, ცოცხალი, ჩვეული გამართლებად ვერ გამოდგებოდა. და ოთარ კობერიძე, ნათელი ვარსკვლავი, შეუდარებელი ნიჭის მამაკაცი, ამ კუთხით რთული იყო. ამბობდნენ ჩუმხმებში, რომ ოთარის სახელთან დაკავშირებული გართულებების სტუდიის ხელმძღვანელობამ ჯერ კიდევ ადრე დააფიქსირა. ამ გართულებების ბუნება, მისი პირადი ცხოვრება, რომელიც ყოველ კუთხიდან ამოყოფდა თავს, ყოფილი ოჯახი, ახალი ურთიერთობები და ის განუსაზღვრელი, ბობოქარი ენერგია, რომელიც ოთარს ახასიათებდა სიცოცხლეში ასე, სამსახიობო ნიჭში.
ჩურჩულებდნენ, ვითომ სადღაც ჩაეწერათ კიდეც, არ არის ჩამოყალიბებული ბრძანებით, მაგრამ ვიღაცის ყურადღების ქვეშ, რომ ეს კაცი კოლექტივს განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვდა. ვინ ამბობდა ამ ყველაფერს? ვინ იყო ის ადამიანი, ვინც სტუდიის კულუარებში ყველაზე ხმამაღლა ამბობდა, რომ ლია ელიავამ ფრთხილად უნდა ყოფილიყო? ეს სახელი, ვერ ვიტყვით, მაგრამ ჩნდება ერთ ძველ ინტერვიუში 1980-იან წლებში, სადაც ამ ადამიანს, ახლა უკვე ხანდაზმულს, გამოჰპარვია ერთი ფრაზა: ვაფრთხილებდი. ვიცოდი, რას ნიშნავდა ოთართან ახლობა. ამ ფრაზის შემდეგ ტელეჩაწერაში ინტერვიუ გაწყდა, ახალ კადრში კი სრულიად სხვა თემა. ახლა ვუბრუნდებით 1956 წელს, ბაში აჩუკის გადაღებების ბოლო კვირებს, სადაც ლიამ პირველად სრულად შეიგრძნო, ეს სიყვარული იქნება მარტო სიხარული კი არა, ეს იქნება ბრძოლა. ვინ იყო ოთარ კობერიძე ნამდვილად? ეკრანზე სარაინდო, ამაკი ჰეროიკული. ეკრანს მიღმა სრულიად სხვა. ის ოთარი, რომელიც ბაში აჩუკის გადასაღებ მოედანზე ჩნდებოდა, ვინმეს შემოიყვანდა ღიმილით, მეორეს გადახედავდა ქედმაღლურად. ის ოთარი, რომელიც ღამის სასადილოში ერთ ადამიანს ისე დაახვია ხელი, ყველა ხვდებოდა, ვისი ადამიანი ის იყო, ლია. მაგრამ ამ ამბავს მეორე გვერდი ჰქონდა. ლიას ახლობლები, ისინი, ვინც იმ პერიოდში ყოველდღიურად ხვდებოდა მას, ამბობდნენ ერთ რამეს: ოთარი მოითხოვდა. ის მოითხოვდა ყურადღებას, დროს, პასუხს. ის ვერ ეგუებოდა, თუ ლია სადმე სხვაგან გონებით იყო, ფიქრებში, მუშაობაში, ოჯახში. ოთარის სიყვარული ლიაზე ეკვივალენტური იყო მთელი სამყაროს, ამ ადამიანის სამყაროს გარშემო ობიდან ბრუნვის. ეს ფსიქოლოგიურად ძალიან ამღლებდა, მაგრამ ძალიან გამოფიტავდა. ლია ელიავა, ნიჭიერი, ამაკი, მაგრამ ასევე მგრძნობიარე ქალი, ყველა ამ წინააღმდეგობის გაკრაზე იდგა. მან იცოდა, ოთართან ახლობა ნიშნავდა ფარული შეხვედრები, ჩუმი ლოდინი, კოლეგების ჩაისი, სოციუმის ჩადარდება. და ამასთან, ოთარის ის ნათელი, ჩახრჩობელი ენერგია, რომელიც პირდაპირ გულში ეხვეოდა. ის გადაწყვეტა, ამბობდნენ, 10 წუთში მიღებული არ ყოფილა. ეს ყოფილა პროცესი, ეთანხმები, უარყოფ, ისევ ეთანხმები, სანამ ბოლოს, ჩუმერთ ღამეს, ლიამ საკუთარ თავს უთხრა: ვაბარო. ოთარი ყოფილა ლიასთვის ბრინჯაოს ტალიზმანი, კიდევ უფრო ძვირი, კიდევ უფრო მძიმე, ვიდრე სამაჯური, რომელსაც ყოველდილას ეხებოდა. ის ადამიანი, ვისაც ვერ ატოვებ, მაგრამ ვისთანაც ყოფნაც ყოველ ჯერზე ახალ ფასს ბჯობს. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. ნამდვილი კითხვა კი სხვა იყო: თუ ლია ოთართან ახლობობის ფასს ასე ადრე ხვდებოდა, რატომ იძინა ხმა? ამის პასუხი კი იმ საიდუმლო სივრცეებში იმალება, რომლებსაც ისინი წლების განმავლობაში აფარებდნენ თავს. არსებობს ერთი ადგილი თბილისში, რომელიც 1950-იანი წლების ბოლოს ყველა მიცოდა, მაგრამ ვერავინ ასახელებდა ხმამაღლა. ვიწრო ქუჩა მეტეხის ახლოს, ძველი ქალაქის გულში, სადაც ქვაფენილი ისე ეხვეოდა ფეხქვეშ, ტყვის სიმძიმით, სადაც სახლების ეზოებს ჰქონდა ის სქელი, ბნელი ჩრდილი, ისეთი, სადაც ადამიანი ნახევარწუთს ქრება ქვეყნის თვალიდან. ამ ქუჩის ერთ-ერთ ეზოში, გახუნებული ვარდისფერი ფასადის სახლის მეოთხე სართულზე, ეკუთვნოდა ბინა ერთ ქალბატონს, ოთარ კობერიძის ახლო ნაცნობს, ხელოვანის ოჯახიდან წამოსულს, ვინც ყველასთვის კარი ღია ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი ცოდნა მისი არარსებობის მტკიცებულება იყო. სწორედ ამ ბინის მისამართი, ნომრის გარეშე, ქუჩის სახელის გარეშე გადადიოდა ზოგიერთ ადამიანს ჩუმის სიტყვებით, ჩასჩურჩულებდნენ ყურში, ისე რომ ახლო მდგომს ვერ გაეგო. ამ ბინის სახელი, აუბედითი ელფერის გარეშე, იყო უბრალოდ ადგილი. ლია ელიავა და ოთარ კობერიძე სწორედ ამ ადგილზე ხვდებოდნენ 1957 წლის ზამთრიდან 1959 წლის გაზაფხულამდე, 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, სანამ სტუდიაში ვინმეს ზოგიერთი შემთხვევა ერთ ნახვაში ემთხვეოდა. ადგილი, ეს ბინა, იყო ის სივრცე, სადაც ლია ოთარისგან სრული ლია იყო. არა მსახიობი, არა სახელი, არა პუბლიკური ფიგურა, არა სტუდიის ერთეული. სწორედ ამ კარების მიღმა ის ხდებოდა ქალი, ვისაც ეშინოდა, ვისაც სიხარული ჰქონდა, ვისაც ცრემლი, ჩამდინარე, ჩუმი, ზოგჯერ სახეზე ჩამოსდიოდა ისე, რომ ვერ შეაჩერებდა. ოთარი ამ ბინაში სხვა იყო, ნაკლებად ოთარ კობერიძე, მეტად კი ის, ვინც რეალურად ბობოქრობდა შიგნიდან. ლიას ახლობელი ქალი, ვინც 10 წლეულების შემდეგ ამ ბინის შესახებ პირველად ლაპარაკობდა, ამბობდა, ის ბინა ერთდროულად ორი რამ იყო ლიასთვის: გამოხსნა და ციხე. გამოხსნა, რადგან იქ ის თავისუფალი იყო. ციხე, რადგან ამ სიმართლეს, ამ სითბოს, ამ ყოფნას ვეღარ ატარებდა ღია ცის ქვეშ. ყველა, ვინც ახლოს იყო, ხვდებოდა, ეს ადამიანი ორ სამყაროს შუა ცხოვრობს. ყოველდილას ის ამ ორ სამყაროს შუა გადადიოდა ხიდზე, ყოველ საღამოს ისევ გადმოდიოდა.
წყაროების მიხედვით ეს ბინა გამოიყენებოდა სხვა შეხვედრებისთვისაც, კინოსა და ხელოვნების სამყაროს ადამიანთა შეხვედრებისთვის, ვისაც სჭირდებოდა ნეიტრალური ტერიტორია. ამ ნეიტრალური ტერიტორიის მეპატრონე, ჭკვიანი, ყოველი მხრიდან გამოსადეგი, ყველასთვის ნდობის ღირსი ადამიანი, ამ სქემის ყველაზე მნიშვნელოვანი ადმინისტრატორი გახლდათ. ის ეხმარებოდა ლიასა და ოთარს ჭეშმარიტად, მაგრამ ამბობდნენ, ამ სიკეთეს ჰქონდა ფასი, ჯორების მიხედვით, ინფორმაციის სახით. ადგილის ბინებიდან გამოსული ამბები, ვინ ვის ნახა, ვინ ვის ჰყავდა, ვინ რამე თქვა, ჩუმ-ჩუმად, ნელ-ნელა, კინოსამყაროს სპეციფიკური ბაზრობის ნაწილი ხდებოდა. ლიამ ამ ბაზრობის შესახებ, ამბობდნენ, ბოლოს შეიტყო. ამ ფარულ ცხოვრებას სხვა საიდუმლოებებიც ახლდა. 1944 წლიდან ლია ელიავა ინახავდა წერილებს. ისინი, ამბობდნენ ახლობლები, ეკეთა ძველ, ნახევრად მოხვეულ ყვითელ კონვერტებში, ვიწრო ასოებით, ხელნაწერით, ჩქარა, ოდნავ დახრილი სტრიქონებით. ეს წერილები ინახებოდა ბიბლიოთეკის წიგნს შუა, ძველ ქართული კლასიკის გამოცემას შუა, ისე რომ ვინც ხელს ამ წიგნზე გადაატარებდა, ვერ ივარავდებდა, რა იფარებოდა ქაღალდის ფენებს. ლიამ ეს წერილები არ ანებიურებდა ხშირი კითხვით, ის მხოლოდ ზოგჯერ, ძალიან ჩუმ საღამოებს, ამ ფურცლებს ეხებოდა, ისე როგორც ეხებოდა ბრინჯაოს სამაჯურს ოდნავ, ფრთხილად, კითხვის გარეშე. ოჯახის ერთი წევრი ათწლეულების შემდეგ ამბობდა, რომ ამ წერილებიდან ზოგი, ოთარ კობერიძის ხელნაწერი, შეიცავდა ისეთ ამბავს, რომელიც ოფიციალური ისტორიისგან სრულიად განსხვავდებოდა. ოთარი ამ წერილებში ჩნდებოდა სრულიად განსხვავებული, ნაკლებად ვარსკვლავი, მეტად ჩვეული, მაძიებელი, ზოგჯერ შიშის ადამიანი. ის წერდა ლიას ისე, რომ სტრიქონებიდან ამოდიოდა გრძნობა, შენ ხარ ერთადერთი ადამიანი, ვისაც ვეუბნები სიმართლეს. მაგრამ ამ წერილებიდან ერთი სრულიად განსხვავდებოდა დანარჩენებისგან ტონით. ეს იყო ჩამოყალიბებული, ოთარი, ამ ფურცელში ლიას ეუბნებოდა ერთ კონკრეტულ სიტუაციის შესახებ, ერთ კონკრეტულ ადამიანის შესახებ, ვინც ოთარის სიტყვებით, ჩვენ ორს შორის ჩადგა, ვისაც გონია ეს ვერ შეამჩნევ. 1959 წლის ბოლოს, სანამ ლიასა და ოთარის ურთიერთობა ყველასთვის ცნობილი გახდებოდა, ლიამ გაიარა ის, რაც მხოლოდ მის ახლო ადამიანებმა იციან, ინტენსიური ემოციური გადაღლა, ყოველდღიური ფსიქოლოგიური ზეწოლა, ძლიერი შიდა კონფლიქტი, რომელიც სხეულზე ვლინდებოდა. კინოსტუდიაში ჩურჩულებდნენ, ლია ბოლო დროს ვინმეს ჰავაცავით ბრუნდება. ეს ნიშნავდა, ადამიანი, ვისაც ძალა ეკლება, ვისაც ეს კლება ჩაუკლავს, ვისაც ამ კლების წყარო, ადამიანი, ერთდროულად ეყვარება. ოთარს ჰქონდა პერიოდები, სადაც ის სრულ სიჩუმეში ჩადიოდა. ის ეხურებოდა. და ლია, ეს ყველაფერი, ამ ბეჭედს ატარებდა ყოველ დღე. ლია ამ ყველაფერს ატარებდა ჩუმად. ატარებდა ისე, რომ ეკრანზე მისი სახე ნათელი, ღია, ლიური იყო. ოთარმა ლია ამ ყველაფრის ფასადი რჩია. ამ არჩევანის სიმძიმე მხოლოდ ემოციური არ ყოფილა, მას სრულიად ოფიციალური, დოკუმენტური სახე ჰქონდა. არსებობს ერთი დოკუმენტი, არაოფიციალური, არადაბეჭდილი სახელმწიფო ბლანკზე, რომელიც ინახებოდა ქართული კინოსტუდიის ერთ-ერთი გავლენიანი ადმინისტრატორის სეიფში 1957 წლიდან 1975 წლამდე. ეს დოკუმენტი შეიცავდა EHC-ს სარეკომენდაციო პირობებს ოთარ კობერიძის საკრეატივო თანამშრომლობისათვის. ერთი პუნქტი ითხოვდა, რომ ოთარ კობერიძეს სტუდიის ინტერესებს შეუსაბამო პირადი კავშირები წინასწარ შეათანხმებდა გარკვეულ პასუხისმგებელ პირებთან. ეს ნიშნავდა ერთ კონკრეტულ სიტუაციას, ერთ კონკრეტულ ქალს. ოთარმა ამ სარეკომენდაციო პირობებს ხელი მოაწერა, ან ისე რომ სრული შინაარსი ვერ წაიკითხა, ან იმ ყველაზე შემაძრწუნებელი ვარიანტით ხელი მოაწერა, ყველაფერი გაიგო და lias არ უთხრა. ოთარი ამ ყოველდღიურ გამართლებას, ამ ყოველშემდეგ ბიუროკრატიულ კარებს ატარებდა. ლიამ ეს ყველაფერი ეტაპად შეიტყო. ის შეიტყო ნაწილ-ნაწილ, ჯერ ერთი კოლეგის ჩამოვარდნილი ნახევარი ფრაზა, მერე ოთარის ერთი ჩუმი შეხედვა. ლია ამბობდა, ის ამ ჩარჩოებში ცხოვრობს, რადგან სხვაგვარად ვერ ცხოვრობს. და მე ამ ჩარჩოების გარეთ ვდგავარ და ვუყურებ. ეს ყველაფერი, ეს ჩარჩო, ჩვენ შუა. ამ ამბის მიღმა იდგა ჯგუფი, რომელიც ყველაფერს ხედავდა. 1958 წლის ბოლოს, კინოსტუდიის ბუფეტში, ყოველ ხუთშაბათს იკრიბებოდა 5-6 ადამიანი. ამ ჯგუფის ყველაზე გავლენიანი ფიგურა, ვასახელებთ მას, იყო ადამიანი, ვისაც ოფიციალურად ჰქონდა ადმინისტრაციული პოზიცია, ფაქტობრივად კი, ყველა მსახიობის ურთიერთობებზე ინფორმაციის კოლექციონერი. ლია ელიავას კეთილგანწყობილ მეგობრად ითვლებოდა. ის ლიას ეხმარებოდა ბიუროკრატიულ ნიუანსებში, მაგრამ ამავდროულად, ამ ჯგუფის ხუთშაბათის მაგიდასთან, ლიასა და ოთარის ყოველ ახალ ნაბიჯს 10 წუთში ამ ვიწრო წრეს ანდობდა.
1959 წლის ბოლოს, ახალი ფილმის სცენარის ვიზირების პროცესში, ოთარ კობერიძეს გადაღება გადაიდო. ოფიციალური მიზეზი, ტექნიკური. ფაქტობრივი, ზეწოლა. ოთარი 2 კვირაზე მეტი ჩაიკეტა. ლია ელოდებოდა ყველგან. ის ბრინჯაოს სამაჯური მარჯვენა ხელის ორთიც შუა ჰქონდა, ოდნავ, ჩუმად ტრიალებდა. ოთარი დაბრუნდა, მაგრამ ის ოთარი ოდნავ სხვა იყო. ის ნაკლებად ლაპარაკობდა ლიაზე. ამბობდნენ, რომ ოთართან ამ 2 კვირის ჩაკეტვაში ელაპარაკა ისე ვითომ ეხმარებოდა. უთხრა, ლია, ამ სიტუაციაში, შენი ვიზირების სირთულეების მიზეზი ხდება. შემდეგ იყო ის ღამე, 1959 წლის მარტი. ქართული ფილმის შენობაში ვახშამზე მივიდა ვინმე, ვისაც სახელმწიფო დონის პოზიცია ჰქონდა. ვახშამს შუა 4 კედელს შუა ოთარ კობერიძეს მიადგა. 10 წუთი ელაპარაკა. ოთარი გამოვიდა ამ 10 წუთიდან ოდნავ ფერდამჯდარი. ლია ამ მომენტს დარბაზის კუთხიდან ათვალიერებდა. ის ხედავდა ოთარის სახეს და ხვდებოდა, ეს ჩვეული ვიზიტი არ ყოფილა. ამბობდნენ, გრს ინფრასტრუქტურის ნაწილი იყო. ამ ჯგუფმა ეს 10 წუთი ადრე დაგეგმა. ოთარ კობერიძე ლიასგან ოდნავ გაშორებას სჭირდებოდათ სამომავლო ვიზირებების სიმარტივისთვის. ეს, შენი აზრით, ყველაზე გამბედავი გადაწყვეტილება იყო, თუ ყველაზე ძვირი? ლიამ ყველაფერი გრძნობდა და სწორედ ამ გრძნობაში, ამ ბრინჯაოს სამაჯურზე ხელის ყოველ შეხებაში დაიმალა ყველაზე ძნელი სიმართლე, ვინც ყველაზე ახლოს დგას, ის, ვინც გეხმარება, ზოგჯერ ყველაზე ძვირფას ითხოვს. 1959 წლის ბოლოს, ოთარ კობერიძეს წარუდგენს ახალ, სერიოზულ ფილმს, სადაც ოთარის სახელი ყველა ვიზირების გარეშე წარდგება. ოღონდ ერთი პირობით, ამ ფილმის პერიოდში ოჯახური სტაბილურობის დემონსტრაცია მნიშვნელოვანი იქნება. ეს ნიშნავდა, რომ ოთარი ლიასთვის, ამ ფილმის პერიოდში ოფიციალური სახის ნაწილი ვერ იქნებოდა. ოთარმა ფილმი მიიღო. ლიამ ეს ჩუმ ღამეში შეიტყო. ოთარს ლიასგან ამ ერთი ეტაპისთვის გახლეჩა. ეს ჩუმი ღიმიანი გახლეჩვა ყველაზე მძიმე ღალატი იყო. ლია ელიავამ ეს ყველაფერი ბოლო-ბოლო მიხვდა. 1959 60 წლების მიჯნაზე ის სხვა ადამიანი გახდა. ის, ვინც ამ ყველას გს ხუთშაბათის მაგიდების გავლის შემდეგ ჯერ კიდევ ოთართანაა. ის ახლა ნაკლებად ელაპარაკებოდა ვს. ბოლო შეხვედრაზე ლიამ მას ღიმილით უთხრა, გმადლობ ყველაფრისთვის. ეს ნიშნავდა, ვიცი, ვინ ხარ. ახლა ჩვენი ამბავი დასრულებულია. ამ ღიმილის შემდეგ ოდნავ ჩაცვენდა და ნელ-ნელა გაქრა მათი ცხოვრებიდან. ლია ელიავასა და ოთარ კობერიძის ოფიციალური ოჯახური ცხოვრება ქართული კინოს ყველაზე ნათელი სახე გახდა. ისინი, ვინც 10 წელს ფარულ შეხვედრებში ატარებდნენ, ახლა ყველგან ერთად იყვნენ. ლია ოთართან სხვა ადამიანი იყო, ნაკლებად ვარსკვლავი, მეტად ის ქალი, ვინც 10 წელს ბრინჯაოს სამაჯურზე ეხებოდა. ოთარიც შეიცვალა, გახდა ნაკლებ ბობოქარი. ლიამ 3 წლეულზე მეტ ხანს ატარებდა ერთ ჩვეულებას. ყოველ ახალ ფილმის გადაღების დაწყებამდე ის ბიბლიოთეკის კონკრეტულ წიგნს იღებდა, სადაც ოთარის ხელნაწერი ფრაზა ინახებოდა, შენ ხარ ადგილი, სადაც ყველა სიმართლეს სახლია. ეს ფრაზა ლიასთვის ნიშნავდა, რომ ყველა даг გაივლიდა სისტემა და პირობები გაქრებოდა, ხოლო ის, რაც დარჩებოდა, ეს სიმართლე იყო. ოჯახი ამ ფურცელს ლიას სიცოცხლის ბოლომდე ინახავდა. ლია ელიავა, ეს ოქროსფერი ნათება, ეს ყოველთვის კარგად ვარ ღიმილი, ამ ყველა ამბის შემდეგ სხვა ლია გახდა. ის, ვისაც ბრინჯაოს სამაჯური 10 წელს ყოველდილას ეხებოდა. ქართული კინოს ამ ეტაპის ყველა ფესტივალი, ყველა ეკრანი, ლიასა და ოთარის სახე. ახლა ის ადამიანები, ვინც ამ ამბავს ჩუმად ჩასჩურჩულებდნენ, ამ სახეში ხედავდნენ ყველაზე ადამიანური ამბის ყველაზე ადამიანურ გამარჯვებას. ეს გამარჯვება არ ყოფილა სკანდალი ან ხვირილი, ეს იყო ბრინჯაოს სამაჯური, ერთი ფრაზა და ახლა ვიცი ღიმილი. ლია ელიავამ და ოთარ კობერიძემ ამ ყველა ფარული ლოდინის, ადგილების და ვიზირებების შემდეგ, ქართული კულტურის ყველაზე ნათელ სახეებად დარჩნენ. მათი ამბავი, ეს არის ფასი, რომელიც მათ გადაიხადეს იმისთვის, რომ ბოლოს მაინც ერთად ყოფილიყვნენ. და ეს ფასი, ეს 10 წელი ჩრდილში, არის ყველაზე ჭეშმარიტი ამბავი მათ დიდ სიყვარულზე.